სრული მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერს და ბრალდებები ბრიუსელისა და კიევის მისამართით. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს ბუდაპეშტიდან ისევ აკრიტიკებს. ჯეიდი ვენსი უნგრეთში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად იმყოფება. ამერიკელი მაღალჩინოსანი უნგრეთის პრემიერს ევროპაში ერთ-ერთ უიშვიათეს სახელმწიფო მოღვაწედ აცხადებს, კიევსა და ბრიუსელს კი მწვავედ აკრიტიკებს. ჩარევები უნგრეთის არჩევნებში, უკრაინა-რუსეთის ომის გაჭიანურების მცდელობები და არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ჯეიდი ვენსი ევროპელ ლიდერებს და უკრაინის პრეზიდენტს არაერთ ბრალდებას უყენებს და პირდაპირ აცხადებს, რომ ვაშინგტონი დაინტერესებულია ვიქტორ ორბანის მსგავს ლიდერებთან თანამშრომლობით. ბრიუსელის მისამართით კრიტიკული იყო უნგრეთის პრემიერის გზავნილებიც. რა გავლენას მოახდენს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე? ეს 4 დღეში 12 აპრილს გაირკვევა. ბექა ბერიაშვილი გიამბობთ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მისი პოლიტიკური კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებამდე 5 დღით ადრე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მასპინძლობს და მხარდაჭერის მორიგ გზავნილებს იღებს თავად დონალდ ტრამპისგანაც. მიყვარს უნგრეთი და მიყვარს ვიქტორი. შემიძლია გითხრათ, რომ ის შესანიშნავი ადამიანია და ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გქონდა. ის თავის საქმეს აკეთებს. გახსოვდეთ, მან არ მისცა უფლება, რომ თქვენი ქვეყანა შტურმით აეღოთ. თქვენს ქვეყანაში შემოჭრილიყვნენ, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს და გულწრფელად რომ გითხრათ, თავიანთი ქვეყნები გაანადგურეს. მან თქვენი ქვეყანა კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნა. უნგრელი ხალხი ქვეყანაში დატოვა და შესანიშნავი საქმე გააკეთა. მინდა გითხრათ, რომ ის ძალიან მომწონს. რომ არ ვფიქრობდე კარგად მუშაობს, ასეთ ზარს არ განვახორციელებდი. ამ სიტყვებით დონალდ ტრამპმა ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეკრებილ ასობით ადამიანს მიმართა. თეთრი სახლის ლიდერს უნგრეთის ლიდერისთვის ღია მხარდაჭერა აქამდეც არაერთხელ გამოუხატავს, თუმცა ექსპერტები თანხმდებიან, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბუდაპეშტში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეიდი ვენსის ოფიციალური ვიზიტი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთზეა ფოკუსირებული, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტრამპის პოზიციას, რომ მას არჩევნებში ორბანის გამარჯვება სურს. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი ბუდაპეშტში 7 აპრილს ჩავიდა. უნგრეთ-ამერიკის მეგობრობისადმი მიძღვნილი შეკრების მონაწილეებს შტატების ვიცე-პრეზიდენტმა განუცხადა, რომ ის და პრეზიდენტი ტრამპი უნგრელების გვერდით იბრძვიან და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა უნგრეთით აღფრთოვანებულია. ამასთან ჯეიდი ვენსმა გაიხსენა უნგრეთის ხისტი პოზიცია მიგრანტთა კრიზისის და უკრაინის ომის დაწყების დროს და ორბანის საკუთარი პოზიციის დაცვასა და გამბედაობის გამოჩენისთვის შეაქო. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მიზანს არ წარმოადგენს უნგრელებს მიუთითოს თუ ვის მისცენ ხმა არჩევნებზე, თუმცა ამასთან ვენსმა შეკრებილებს მოუწოდა ბრიუსელს არ მოусმინონ. თქვენ ამერიკელი ხალხის და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქციეთ, რადგან უნგრეთი ფრონტის ხაზზე იყო. მე არ გეუბნებით, ვის უნდა მისცეთ ხმა, მე ერთ რამეს გეუბნებით, რომ ბრიუსელსა და ბიუროკრატებს არ უნდა მოусმინოთ. მოусმინეთ თქვენს გულებს, სულებს და უნგრეთის მოსახლეობის სუვერენიტეტს. ბრიუსელის ზოგიერთი ბიუროკრატისგან განსხვავებით, მე არ გემუქრებით და არ გეუბნებით, რომ შევაჩერებთ დაფინანსებას, რომელზეც კანონიერი უფლება-მოსილება გაქვთ. თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას უნგრეთის მომავალზე, ისევე როგორც ამერიკელები მიიღებენ გადაწყვეტილებას ამერიკის მომავალზე. სიტყვით გამოსვლის დროს ვიქტორ ორბანმა შეერთებული შტატების ლიდერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლით მსოფლიოში ერების გაძლიერება დაიწყო. ამასთან ორბანმა ხაზი გაუსვა უნგრეთის როგორც დიდ ძალებს შორის შუამავლის როლს და განაცხადა, რომ ბუდაპეშტი კვლავ მზადაა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სამშვიდობო სამიტს უმასპინძლოს. მადლობას ვუხდით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. სწორედ მან დაასრულა იდეოლოგიების სახელით მმართველი გლობალური ელიტის ძალაუფლება და გამოაცხადა ძლიერი ერების ერა. სწორედ ის დაუპირისპირდა პროგრესული ელიტის ძალაუფლებას. გამოფხიზლდა და მსოფლიოს ყველა პატრიოტი მარტივი წინადადებით წამოაყენა. პატრიოტიზმი დანაშაული კი არა, სათნოებაა. შეერთებულმა შტატებმა, რადგან ამობს პრეზიდენტ ტრამპამდე დაუჭირა მხარი, ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პოზიცია, რომელიც აშკარად მშვიდობის მომხრეა, ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. ამიტომ, როდესაც ამერიკელი და უნგრელი პოლიტიკოსები ხვდებიან ერთმანეთს, მათ არ შეუძლიათ არ ისაუბრონ რუსეთ-უკრაინის ომზე.
უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს ჯეიდი ვენსმა კვლავ ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნა, რომ კონფლიქტის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. და საბოლოოდ რუსეთმაც და უკრაინამაც უნდა გადაწყვიტონ გააგრძელებენ თუ არა მოლაპარაკებებს მის დასასრულებლად. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შესახებ გაკეთებული კომენტარები, მას შემდეგ რაც მან კიევისთვის ევროკავშირის ცესხი და ბლოკა მიუღებელი იყო. ვენსის აზრით, ზელენსკი მილსადენ დრუჟბის მეშვეობით ცდილობს გავლენა მოახდინოს უნგრეთის არჩევნებზე. კიდევ ერთი თემა, რის გამოც ზელენსკიმ შტატების ვიცე-პრეზიდენტის კრიტიკა დაიმსახურა, უკრაინის პრეზიდენტის მუქარას ეხება, რომელმაც განაცხადა, რომ ორბანის მისამართს ჯარისკაცებს მიაწვდიდა. ვენსის შეფასებით ეს სკანდალურია, აბსურდია და მიუღებელია. ამასთან ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპის ლიდერების დიდი ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დიდი ნაწილით, რადგან ისინი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით არ არიან დაინტერესებულნი ამ კონკრეტული კონფლიქტის გადაჭრით. ომს ფაქტობრივად აზრი აღარ აქვს, რასაც მე ვეტყოდი როგორც რუსებს, ასევე უკრაინელებს, არის ის, რომ ამ ეტაპზე საუბრობთ რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის გამოვაჭრობაზე ერთი ან მეორე მიმართულებით. ღირს ეს ასობით ათასი დამატებითი რუსი და უკრაინელი ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვად, ღირს ეს დამატებით თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში ენერგიის ფასების ზრდასა და ეკონომიკურ განადგურებად და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პასუხი ცალსახად უარყოფითია. შეერთებული შტატების ორბანის სასარგებლოდ ღიად გამოხატული პოზიციის მიუხედავად გამარჯვების იმედი აქვს მის ოპონენტს, რომელმაც დღეს ბუდაპეშტის ქუჩებში მხარდამჭერებს მიმართა. ვენსის გამოსვლის შესახებ მას არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ წარმოსახვითი მტრების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ბევრმა ბრიუსელის პოლიტიკის მხარდაჭერად აღიქვა, რადგან სწორედ ბრიუსელია ის ცენტრი, რომლის მიმართ ორბანის და შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის ნეგატიური შეფასება იდენტურია. რა ფანტასტიკური კამერების თუ შექმნილი ისტორიებიც არ უნდა მოეთხრო პროპაგანდას. წარმოსახვითი მტრებისა და არარსებული საფრთხეების შესახებ. ჩვენ გვაქვს ისტორია, რომელიც არის სიმართლე. რეჟიმის შეცვლა თქვენზეა დამოკიდებული, ამიტომაც 12 აპრილს თითოეული ხმა მნიშვნელოვანი იქნება. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს არის დაგეგმილი. ქვეყნის პარლამენტის 199-დან 106 წევრს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევენ. 93 ადგილს კი პროპორციულად ის პარტიები გაინაწილებენ, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ. უნგრული საზოგადოებრივი გამოკითხვის ორგანიზაციის მედიანის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, პიტერ მაგიარის პარტია ტიასას ამ მომრჩეველთა დაახლოებით 48%-ის მხარდაჭერა აქვს. ვიქტორ ორბანის პარტია ფიდესს კი 30%. თუმცა უნგრული საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საბოლოოდ როგორი იქნება ძალთა თანაფარდობა პარლამენტში, ამ ეტაპზე საკმაოდ ბუნდოვანია.